კეთილი, გიორგი, დიდი მადლობა, გიორგი ანთაძე, GeoCase-ის მკვლევარი არის დღეს ჩვენთან ერთად და უნდა ვისაუბროთ რამდენიმე თემაზე, მაგრამ ძირითადად უსაფრთხოებას უკავშირდება ეს ყველაფერი. და დავიწყოთ იქიდან, აი ამ მოცემულობაში, რაშიც აღმოჩნდით, რაშიც ვართ საქართველოს, როგორ შეიძლება ის საფრთხეები დავახასიათოთ, რომლის წინაშეც ვდგებთ? ანუ რა საფრთხეები არის ჩვენ წინ? ხო, მადლობა კიდევ უწევისთვის ძალიან ფართო შეკითხვა. იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ საფრთხეებზე, ვისაუბროთ რაღაცასთან მიმართებაში საფრთხეებზე უნდა ვისაუბროთ. და იმ რეალობაშიც კი მაგალითად რომ მივყვეთ ისე როგორც ითხოვს მომას მეთოდოლოგია და ჩავიხედოთ ჩვენ სტრატეგიულ დოკუმენტებში ვერ ჩავიხედავთ იმდენად მორალურად მოძებნებულია შინაარსობრივად. თუმცა როგორც ევროპის საფრთხის კონცეფცია გვაძლევს მეტნაკლებად თავარ ხაზებს, რაც არის ქვეყნის ინტერესები, მიზნები ამოწალ. აი ამასთან მიმართებაში გარი რა სიტუაციას ქმნის ის განაპირობებს მის მათ მიღწევადობას რა დონის რისკები და საფრთხეები ემუქრება. ფაქტობრივად არის ახლა დარჩენილი არც ერთი მთავარი სტრატეგიული გუნდის მიმართულება ქვეყნის არსებობის და განვითარების, სადაც გარკვეული ტიპის რისკი და საფრთხეს არსებობს. რო გავყვეთ სამხედრო საფრთხებს, გასაგებია რომ ახალ მოცემულობები ფაქტობრივად მეტნაკლებად ერთგვაროვანი არის, რაც საქართველოს წინაშე არსებობს, ყოველდღიურად თქმებიან მთავარი საფრთხეების მომდინარეობს და ზოგადად მიუხედავად იმისა, ვისთან როგორი ურთიერთობა გვაქვს, სახელმწიფოს ახლო სამეზობლოში სამხედრო ბალანსის თვალსაზრისით აბსოლუტური მაჩანჩალა ვართ, ეს თქონდა ვიხმარო, არა მარტო წმინდა ესეთი სამხედრო პარამეტრები შეიძლება ეხებოდეს პირველ რიგში, ხო? ზოგადად თავდაცვის პოლიტიკის თვალსაზრისითაც კადრების წვნის განვითარების შემოქმედების თვალსაზრისით. ანუ სამხედრო მიმართულებით გვაქვს საფრთხე იმისა, რომ ნებისმიერ სცენარში, სადაც შეიძლება სამხედრო საფრთხე ომის საფრთხე რეალობად იქცეს, ჩვენი პასუხი არის უკიდურესად ლიმიტირებული. და დღეს ქვეყანა ახალ პოლიციები არაფერი შეცვლა, სერიოზული ძალის წინაშე დაახლოებით მაქსიმუმ 2-3 ორგანიზებული ნავმდეგობის კაცების უნარით არის წარმოთვლილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეგზისტენციურ არსებობას სამხედრო თვალსაზრისით ფუნდამენტური საფრთხე. ეს ერთი პასუხი. აი ამასთან ერთად ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელიც ეხება სტაბილურობას, კეთილდღეობას, ის რაც ინტერესები, აღიარებულებები არის გამყარებული გეოკონსტიტუციით, ხო, ამ მიმართულებითაც უმთავრესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ასეთ შემოგვეთ ძალიან ძიმე გამოწვევებია. როდესაც ჩვენ საუბრობთ კამპანიის ბიზნესმენების პოლიტიკოსების დასაქციელებაზე, ბუნებრივია ეს პირდაპირ უხავს ქვეყნის ეკონომიკურ გრადობას, სტაბილურობას, მისი ფინანსური ინსტიტუტების სიმტკიცეს, ხო? შესაბამისად უკვე არის სიგნალები, უკვე არის გარკვეული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც აუცილებლად ფინანსურ ეკონომიკურ სექტორზეც აისახება, ამას არჩევდა ეკონომისტობა, უყურებდა და აი მოლოდინები, რომ ედემეტალებს შეიძლება საკრედიტო რეიტინგები დაგვიქვეყნებიან. ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი შიდა პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების შემდეგ, რაც ხელისუფლება რთულმა პარტიამ გადადგა ეკონომიკური თვალსაზრისით უმცროსი გამოწვევები შეუქმნა ქვეყანას. და საფრთხები ამ მიმართულებითაც არის, რომ ის სექტორები, რომელიც ყველაზე განვითარებული საქართველოში თავისი დახმის ობიექტი გახდა, უახლოეს მომავალში გახდა გულის კოპიროებში ტურიზმისა და ქოების სექტორს და სამშენებლო სექტორს, რომლებიც მიმართაც თუ ეს ნეგატიური ტენდენციები შენარჩუნდება, ძალიან ცუდი მოლოდინები არის, როგორც საუბრობენ თქვა თანდაგი სპეციალისტები. ანუ ადამიანთა კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ მიმართულებაზე ორიენტირებული, ასე თქვა, პოლიტიკის თვალსაზრისით, აქეთ ძალიან სერიოზული საფრთხეები და რისკები. ანუ გამოდის რომ შევაჯამო ძალიან მარტივად, ფაქტობრივად არ არსებობს მიმართულება წამყვანი, რაც უზრუნველყო სახელმწიფოს გრადობას, მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ასე თქვა, კრიტიკული სერვისების თვალსაზრისით, ხო, გრადობას ყველა ძირითადი მიმართულებით თქვა ძალიან სერიოზული რისკი, აღარ სტოპობიგ მაგალითად დიპლომატიურ და საბჭოთა პოლიტიკურ ვალზე, რომელიც ფაქტობრივად იზოლაციაში
ექცევა დემოკრატიული სამყაროს და განვითარებული სიტყვები ხმარობს არის პროექტ ბოლომდე არ გადმოსცემს სახელმწიფოებთან იმ ჯგუფს რომელიც აქ ხდება მაგრამ დემოკრატიული და დასავლური სამყაროსგან ფაქტობრივი იზოლაციის გზას უადგავარ ეს უკვე ნათელია ესეც პირდაპირ მუქრება არსებობს მოქალაქეების კეთილდღეობას ხო ანუ ფაქტობრივად საფრთხების თვალსაზრისით ჩვენ ყველა ძირითადი მიმართულებით რაც აქამდე იყო განდა თქვა სამხედრო საფრთხეზე კიდევ უფრო ღრმად ჩავყვინთეთ საფრთხეებში და ბუნებრივია ამაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ის შედეგები რაც შეიძლება მოუტანოს დგას რა თქმა უნდა ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის ქისერზე გიორგი რა ინსტიტუტი არსებობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რა რეალურად ან რა ინსტიტუტი უნდა იყოს ესეთი რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხო ხა პირველ რიგში ამ ასე მიყავართ უსაფრთხოების გაგებას როგორ გვესწრებს უსაფრთხოება და მრავალწლოვანი ვაქცინება კლასიკური დაგებით შეიძლება ვიღაცა მხოლოდ საფედრო რაღაცა ესეთ ფიზიკურ უსაფრთხოებას გულისხმობს კომისარ ბუნებრივი ეს არ ხო აქცენტები საკითხის შეის აი ეკონომიკური უსაფრთხოებაც ეკოლოგიური და ამბები ის რო საზოგადოებაზე თქვა სახელმწიფოზე თანამედროვე გაგვითხოვების უსაფრთხო სახელმწიფო ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტი რომელიც კანონმდებლობით აკაცებს და ამაში შედის მოქალაქეთა თავდაცვა, ჩინელთა საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სპეციალური სახელმწიფო უსაფრთხოების საფსახური და ასე შემდეგ ოპერატიული ტაქტიკური სააგენტოების საქმეა სახელმწიფო უსაფრთხოების საფსახურიც და ეს ინსტიტუტები რომლებიც ერთობლივად არის ყველა უნდა ქმნიდეს მათი ასე ვთქვათ სექტორალური პოლიტიკების და სტრატეგიული ვთქვათ მიმართულებებში შესაბამის პოლიტიკის გატარება მოქმედებს ჯამურად სახელმწიფოს უნდას რომ მისი ზოგადი უსაფრთხოების ასე ვთქვათ დონე იყოს მაღალი და უნდა ქმნიდეს რაც არა თქმა არა და ეს მარტო ჩემი სიტყვებზე არა ხო ახშილებას ჩემი ახილება არა რომ ასე შევაფასო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია ქვეყანაში ეოლება პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების საქმეს რომელიც ფაქტობრივად დისფუნქციური არის მისი სტრუქტურული მოწყობის პოლიტიკური ნების არქონის და ზოგადად ბოლო პერიოდის აი ბოლო თვეების ცვლილებების შემდეგაც კიდევ უფრო მეტად აქედან გამომდინარე როდესაც ქვეყანაში არ არის საერთოდ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ის კოორდინაციაზე საერთოდ და ზოგადად უსაფრთხოების სახელმწიფო სისტემური მიდგომის რაღაცა ელემენტზე ბუნებრივია ვერ ვისაუბრეთ შესაბამისად ეროვნული უსაფრთხოება ამ მიმართულებით ნუ რაღაც კრიტიკას ვერ უძღვნის და არ კონცეფცია არ აქვს სტრატეგია არ აქვს საბჭო არ აქვს რამდენიმე განმარტეს გარდა დარგობრივი სტრატეგიების არ აქვს უსაფრთხოების საბჭო ამ ფორმით თავიდანვე არასწორი რეფორმა იყო ის ბოლოს აკეთა ჩემი გრმაცმენი და უბრალოდ საქმეების დაამტკიცა ეს ეს არ არის გახდა რაღაცა არ ვიცი რაღაც ანალიტიკური აპარატი პრემიის სპეციალ და ბუნებრივია იმ პირობებში შესაძაც მას არ ხავს ცალკე პოლიტიკური იმას თქვათ პრობლემის მქონე საბჭოს დივანი რომელიც აიღებდა მის პასუხებზე პასუხისგებლობას რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იყოს პრიორიტეტი ქვეყანაში ხო იქ სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრს დასანქცირებულ ადამიანს საერთაშორისო არენაზე დღეს აბარია შეთავსებით საბჭოს მდივნობა დაიბარა ხუსტვარით ნუ რაზე საუბრობ თუ ასეთ ვითარებაში არცეთი ფუძემდებელი სტრატეგიული დოკუმენტი არ აქვს არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ანუ კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით დისფუნქციურია იმიტომ რომ არცეთი მისი მოთხოვნილება არ სრულდება არ იქნება და რამდენიმე უცხოების სტრატეგიის საუბრობთ რაღაცა კონკრეტულ მიმართულებებზე ამათ სამიტომ უბრალოდ მიიღო მაგრამ ეს ვერ იქნება ერთიანი ეფექტის მომტანი იმიტომ რომ ცალკე აღებული თავდაცვის სამინისტროც კი რომელმაც თქვათ ჰიპოთეტურად 10-ზე ასრულებს თავისუფლება მოსგლების მხოლოდ ერთივე უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას ეს არის ყველა მის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტის ერთობლივი გამოყენება დიპლომატიას თავისი ადგილი აქვს სამხედრო სეგმენტს თავისი ადგილი აქვს დაზვერვას და სადაზვერვო თანამეგობრობას თავისი ადგილი აქვს ეს ყველაფერი ჯამში უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის ინტერესების განხორციელებას არცეთი პარამეტრი ფაქტობრივად არცეთი დღეს ჩვენ არ გვაქვს
ამაზე არ საუბრობენ სამწუხაროდ ღიად, არა ღიად რა, განმალოს გულისხმობ, უბრალოდ ჩემს სამწუხაროდ არ არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის საკითხი, არც საზოგადოებაში არ მე როგორ ჩას მაღალი ასე ვთქვათ, ნუ მზაობა არ არის ხო ამისი არც რაღაცა მოთხოვნა არის გაჩენილი, არც ოდნავ გასაგებია, ცოტა სპეციფიკური ისტორია, უბრალოდ ცოტა კი არა მნიშვნელოვანი სპეციფიკური საკითხები არის, მაგრამ ვართ აი ესეთ მოცემულობაში ქართული ცვლილებებით და მე ვიყავდი უნიშნულოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვარ, არ ვიცი პედის ანაბარა გარკვეული საერთაშორისო ძალების, რომელიც რეგიონში უგზურმყოფენ ან მეტნაკლებად ბალანსს. აი ამაზე ვდგავართ ჩვენ უსაფრთხოების თვალსაჩინო ამონოტისთვის. ასეთი კითხვა მინდა დაგისვა. ჯარი, თავდაცვის ძალები, ან ჯარისკაცი, რომლის მიმართაც ნდობა ასე ვთქვათ სხვადასხვა გამოკითხვებით არის საკმაოდ მაღალი. და მინდა რომ ვისაუბროთ უშუალოდ ჯარზე. არის მოსაზრებები, რომ აი რისთვის გვინდა ჯარი, რუსეთს მაინც ვერ მოუგებთ. ან რისთვის გვინდა ჯარი, ვიღაცა სხვას ვერ მოუგებთ, ну ასე შემდეგ. პრიმიტიული, არაპრიმიტიული ზოგი ისეთ ზოგი. რისთვის გჭირდება ჯარი? ხო, კონსტიტუციის 70 მუხლი, მოგვახსოვდეს და იქ ნათლად პირდაპირ წერია, რომ ქვეყნის თავდაცვის მის სუვერენიტეტის ტერიტორიული რაღაც თავი. ქვეყნის თავდაცვა საქართველოს მოხალ თითოეული მოქალაქის ვალდებულება. ჯარი გჭირდება უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საფრთხე უსაფრთხოება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჯარის შესაძლებლობებზე და ზოგადად თავდაცვის სამწყობის თავდაცვის სისტემის ქვეყნის თავდაცვის სისტემის სიძლიერეზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ მხოლოდ ჯარი არ არის, ხარით შეიძლება იყოს საზოგადოების პორტფელიში ჩართული საერთოდ ქონდეს თავდაცვის სისტემას და თუმლიაში სხვადასხვა მოდელის მიხედვით, ხო? აქედან გამომდინარე, საუბრები იმაზე, თუნდაც იმაზე, რომ ვიღაცას ფუნდამენტურად არასწორი არის, იმიტომ რომ გააჩნია საზოგადოების თაგვათას ჯარის მიმართ, რისთვის უნდა მას ეს ჯარი, რა რესურსებს გამოყოფს ამ ჯარისთვის და საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ერთად რა ყურადღებას აქცევს, ანუ რა რესურსს იღებს საკუთარი ჯიბიდან იმისათვის, რომ სამხედრო მისდევი, ეროვნული სამხედრო მისდევი იქნას მიღწეული. ჯარს აქვს მხოლოდ ორი მდგომარეობა. ჯარს როგორც ერთ ინსტრუმენტს ქვეყნის ეროვნული საფრთხეების აი საერთო ელემენტებში, ხო, როგორც ერთ ინსტრუმენტს აქვს ორი მდგომარეობა, ან ომობს, ან ემზადება შემდეგი ომისთვის. და არ აქვს მნიშვნელობა ეს ომი იქნება საერთოდ არ იქნება თუ როდის იქნება, იმიტომ რომ ფუნდამენტურად ჯარის არსობრივი შინაარსებაში მდგომარეობს, ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოება იმისთვის ვაფინანსებთ ჯარს, რომ ისე ემზადებოდეს და მზად იყოს შემდეგი ომისათვის. ვარჯიშობდეს, უწვრთნებოდეს, აღიჭურებოდეს, ინახავდეს მზაობის დონეს, განვითარებდეს, აკვირდებოდეს გარემოს ცვლილებას სამხედრო ასპექტებში, გაიჩიება, ასახავდეს ამ ყველაფერს ხელახლების წვნაში, აღჭურვაში ამ სიახლეებს, მაგალითისთვის თუ ახლა უკრაინის ომს უყურებთ, რომელიც დიდი ლუპის ქვეშ ისწავლება ყველა წესით უნდა ისწავლებოდეს. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში არაბულ ძალებში. ეს ასე ხდება ჩინეთიდან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან თავი. უნებლიო ეს მე ყველაფერი მაისავს. აი ამ მდგომარეობისთვის ვაფინანსებთ და უნდა გყავდეს ჯარი. თუ ჯარი ამას ვერ აღწევს, მაშინ არის გადასახები ორი მომენტი, ამის ამოცანები რაც ამ ჯარს შეიძლება დაუსვა და მოსთხოვო და აღარ უნდა გქონდეს მაშინ პრეტენზია, რომ ის რამე ხორმასი კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს და თუ ამისთვის არასაკმარისი რესურსი აქვს, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულოს, მაშინ პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ უნდა გამოყოს უფრო მეტი რესურსი, რომ ის კიდევ უფრო მიუახლოვდეს იმ შესაძლო კონდიციას, რაც მას ეკისრება. თუ ეს აცდენა არის, აი ამ პარლამენტის შორის, ხო? ეს არის რისკის დონე, ხშირად, რომელზეც ხელს აწევს მექსით უნებლიეთ პოლიტიკური ელიტაც და საზოგადოებაც, რომ აი ეს დისჰარმონია დაფინანსებასა და მისდევს შორის არის რისკი, რომელიც თუ ერთ დღეს კრიზისი დადგა, არ მოაჩერო ჯარია, არა თქვათ რაღაცა შეუძლია წინააღმდეგობა თავდაცვის სისტემამ ერთად გაჭირდა, არა მაგალითად 2-3 კვირა, რომ რაღაცა შეეცადოს შენ დიპლომატიურ არენაზე გააჩნია. არა თუ უბრალოდ არ მოაჩერო 2-3 დღის მერე
ჩვენ ფაქტობრივად საბრძოლო ნაწილების უმრავლესობა გიცით ხდება, ანუ ბრძოლის უნარო ხდება სტატუსის თვალსაზრისით და რჩეთი აბსოლუტურად დაუცველი სხვების ამარა. აი ესეთი რომ მოცემულობა არის. უნდა კითხო, შენ ბევრი წელია აგვერდები ამ პროცესს და რამდენად არის მზაობა, რამდენად ხედავდი, ასე ვთქვათ, რამდენად გრძნობდი მზაობას პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან, რომ ემსჯება ამ საკითხზე, თუნდაც რაღაცა კულუარულად, ან უბრალოდ რაღაცა თავისი დამოკიდებულება გამოეხატა, ასე ვთქვათ, თავდაცვის ძალების მიმართ. ზოგადად ჯარის მიმართ არა, იმიტომ რომ ჯარისკაც ვენდობი, ან ჯარისკაცი კარგია, რა თქმა უნდა ჯარისკაცი კარგია, მაგრამ ფუნდამენტური მსჯელობა ყოფილიყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და ზოგადად მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს საქართველოში ცუდია, კარგია, ისეთია, ასეთია, ეს ის პოლიტიკური ისტაბლიშმენტია, რაც არის დღეს სახეზე. და მაინტერესებს შენგან აი ამისი ცოდნა, ამისი დაკვირვება და ამ დაკვირვების გაზიარება, სადმე რამე პულსი იგრძნობოდა ამ თემაზე? როგორ გითხრა, შემიძლია გავიხსენო ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდიდანაც ასაკობრივად მეტად ჩავერთი ამ სფეროში, მოც ჯერ მოყვარული მე განათლების მიდამე მე უკვე პროფესიული კარიერის თვალსაზრისით სადღაც 2000 წლით. მაშინ არსებული მსჯელობა ამ თვალსაზრისით მე არ მინახავს სამწუხაროდ ასად აკადემიური სივრცეების გარდა, ისიც იშვიათად ყოველ შემთხვევაში იმ უწყებებში, სადაც ეს უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ყოფილა. ან ბუნებრივი არსების ამოხდა საქართველოში მივიდა ჩემ პროფესიულ გამოცდილებაში, მე არსების ხალხობრივად. იმ დონის განხილვის თანამონაწილე არ შემიძლია, რასაც ვისურვებდი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ, ხო, ჯარი ერთ-ერთი ინსტრუმენტია. და ის თუ როგორი უნდა იყოს, როგორი დაფინანსება უნდა ქონდეს და რა ამსახველი უნდა დაუსახო მას, შეიძლება გასწოროთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გააზრებული გვექნება ჩვენი საფრთხეების მოთხოვნები, ქვეყნის რაღაც სტრატეგია საერთო და გვეცოდინება ამ ამოცანების მისაღწევად ჯარს რა ამოცანები აქვს დასმული, რა ვთხოვთ ჯარს. და მე რომ გადავდივართ უკვე დაბიტების სხვა, ასე ვთქვათ, ეტაპები, ხო? ასეთი ღრმა დისკუსია, რომელიც სინამდვილეში რამდენიმე მარტივ სვეტს უნდა ეფუძნებოდეს. რას ვიცავთ? რისგან ვიცავთ? და რითი ვიცავთ? როცა ჯარზე არის, სამხედრო საფრთხეებზე არის საუბარი, თუნდაც, აი ეს კონკრეტულად. აი ეს ესეთი ფართო სახელმწიფოებრივი გაშლა დისკუსია, ან ახლა მეცაც ვიტყვი, სამწუხაროდ პოლიტიკური ელიტის უდიდეს ნაწილში სომბერობა ამ თვალსაზრისით, უაღრესად შეზღუდული არის. მე მქონია შემთხვევები, როდესაც იგი ქართული ოცნების პოლიცაფროს წინაშე თავის დროზე არ არის დასამართი დღეს თუნდაც 2016 წელს და მანამდეც 2012 წელს ლექცია მინდა დავარქვა, მაგრამ გარკვეული რაღაცა ესეთი მოხსნებას არ ჩამოთარებია, რა ხდება საერთოდ შეაძლებში, ამ მდგომარეობაში ვართ, რა გვჭირდება ზოგადად. და უნდა აღიარო, რომ ძალიან გაკვირვებული იყო ხოლმე ყველა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ესეთი შთაბეჭდილება, ჩვენ გაცილებით რაღაცა, ჩვენი ხო ავღანეთში არიან, ჩვენ ხო მისიებში არიან, როგორ უძლეველები არიან რა, გარკვეულ თვალსაზრისით და ესეთ ფაზებში ვისმენთ პირდაპირ არ ვაჭარბთ ამ შემთხვევაში. და სამწუხაროდ ასეთი პოლიტიკური კლასის პირობებში, რომელსაც ამ მიმართულებით აკლია ცნობიერება და ცოდნა, ხო? და 1-2 ადამიანის იმედათაა დარჩენილი, აი მთლიან პოლიტიკურ სისტემაში ვერასდროს ვერ მოხდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე რაღაცა სერიოზული ჯერობა და ამის ნიადაგზე მე კონსოლიდირებული არის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ეხაც რასაც ვიძახი, რაც არის მომავალში გასაკეთებელი, აუცილებლად იმის და მიუხედავად იმ იქნება რომელი პარტია მომავალში ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების სფერო, მათ შორის მისი შემოვალი თავდაცვის პოლიტიკა, თავდაცვის ნაწილი, უნდა ვაქციოთ საერთო ეროვნული კონსენსუსის საგნად და შევთავაზეთ, რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საკითხი ქვეყანაში, რაზეც საზოგადოება და სახელმწიფო და პოლიტიკოსები უნდა შევთავაზეთ, რომ ამას ერთობლივად ვანვითარებთ. და ცვლილებები უნდა რაღაცა მენეჯერულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მენეჯმენტის თვალსაზრისით შეიძლება მერე განიხილებოდეს, უნდა გავუკეთებადიანი განვითარების გზას. არის თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ მაგალითად
ის სახსრები იხარჯება თავდაცვაზე, რაც იხარჯება და არა უმეტეს. ანუ ის რომ საკითხში გაუფრთხილებიერი არის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, შესაბამისად ხარჯავს თავისი მოსაზრებით იმდენს, რაც მისთვის არის მისაღები, ანუ შეიძლება ესე დავასვენოთ. ნაწილობრივ. იმიტომ რომ ჯარის სტატუსი საქართველოში მიზეზებს ის თუ როგორ ეპყრობა მას პოლიტიკურ ესტაბლიშმენტი, როგორ უყურებს, რა სპეციფიკური ისტორიაც გააჩნია, შენ ძალიან კარგად იცი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯარი იყო ინსტიტუტი, რომლის თავზეც ყველაზე ქართეხილებმა გადაიარა. და იყო პერიოდი, რომელიც ძალიან დაშავებული იყო როგორც სტატუსობრივი თვალსაზრისით, და პირდაპირ სალამხავი სიტყვა იყო გვარდიელი იმატა თუ გახსოვს. ჩვენ ბავშვობაში სამოქალაქო მოხდა ესეში. შესაბამისად ჯარის მიმართობის აღდგენას მე ამ სხვადასხვა ამბოხებების თუ აი ინციდენტების თუ ასე ვთქვათ აი ნეგატიური ისტორიების ფონზე პოლიტიკური ელიტა ყოველთვის ცდილობდა რომ ეს ინსტიტუტი ზედმეტად ვთქვათ არ გაძლიერებულიყო და მუდმივად იყო იქ ერთი პერიოდი ჯერდაფინანსების პრობლემები, მაგრამ როდესაც ეს მოგვარდა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელმაც ჯერ ერთი გამოიწვია პირველ ეტაპზე ოფიცერთა გარკვეული კასტის წრის ჩამოშორება, საკუთარი პირადი ერთგულების ნიშნით, პოლიტიკური ერთგულების ნიშნით დაწინაურება, პირდაპირ კონტროლი ბრიგადის მეთაურების მეშვეობით 10 ფინანსური უზარმაზარი წახალისების შედეგად პირდაპირ კონტროლი სამხედრო ასე ვთქვათ შემოერთებზე პოლიტიკური კონტროლი და მაგალითად იგივე მუხროვანი სამის მერე განსაკუთრებულად ვთქვათ სააკაშვილის დროს განსაკუთრებულად მეორე მუხროვანს გულისხმობ ამ შემთხვევაში უკვე პოლიციური რეჟიმი მოახერხეს თავს ფაქტობრივად და მე იყო თქვა უკვე სახელმწიფოების ცვლილება, დეპოლიტიზაციის ცდილობა, გამჭირვალობის ყველაფერი, მაგრამ საერთოდ ნიშნით ჩვენი პოლიტიკურ ელიტას გარკვეული ისეთი ჯარი მაინც უნდა აი გაუფრთხილების გამო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რაღაცა ეს პრედისტორიები გარკვეულ რაღაცა შიშებს უქმნიდა ვიღაცებს ყოველთვის უნდა როგორც აი ესეთი რაღაც საკრალური ანტენებული სოციალური ინსტიტუტი რომელშიც მოსაწონი იქნება სახურება და ყველაფერი საზოგადოებაში დამსახურებულად იქნება ის ავტორიტეტი რაც აქვს, მაგრამ ფუნქციური მისი ეგზისტენციური თავი შინაარსობრივი თვალსაზრისით ვერ იქნება ადეკვატური სტანდარტის. აქედან გამომდინარე აი ამ რა ქვია სიტუაციაში შიდა უწყებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, სამოქალაქო და სამხედრო ურთიერთობების თვალსაზრისით თავდაცვის სამოქალაქო სექტორს უშუალოდ ვთქვათ ოფიცრობას შორის, ხო? გენერალურ შტაბს, გენერალურ შტაბს გაერთიანებულ შტაბს თავის დროზე. აი ამ უჯრედებს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა რაღაცა კონფორმიზმის აურით ჩნდა სამწუხაროდ იებს უნდა თქვა ეს. იქნა ესე გარშემოხვეული და პოლიტიკურ ვთქვათ გავლენას, ანუ თავდაცვის მინისტრებს იმაზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდათ იგივე უშუალო ჯარზე, ვიდრე სასურველი არის ნორმალური ბალანსის შემთხვევაში. სასურველი იქნება. ჯარში მივიღეთ სიტუაცია, რომ ეხაც ფაქტობრივად რაღაცა სოციალური და თუ ხარ უმთავრესად, იმიტომ რომ უწვავესი პრობლემების ფონზე, რომელიც პერიოდულად ჯარში ჩნდებოდა მათ შორის საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, შევსების თვალსაზრისით და ინვესტიციის უახალხად ძალიან სერიოზული გარღვევა იყო ამ თვალსაზრისით. ფაქტობრივად აუკომპლექტება 30-40%-ზე ავიდა გარკვეულ საკადრო ნაწილებში. და ამაზე რეაგირებას პირველი სოციალური პაკეტების შეთავაზებით მოხდა და კიდე იყო გარკვეული ზომები მიღებული არაადეკვატური არის სინამდვილეში და ესე არ ჭრდება მსგავსი პრობლემები. აი ჯარიც რაღაცა ეხა ასეთ გამოკიდებულ სიტუაციაში ფაქტობრივად ერთის ხურ მას არ აქვს ობიექტური მიზეზების მასე პირველი შტაბისებული ვთქვათ ამოცანების განხორციელების ნუ არის ნუ შემთხვევაში სკი და მეორე სკოლა პოლიტიკური ელიტა, რომელიც აბსოლუტურად ვერ აცნობიერებს ჯარს, რაც უნდა თხოვდეს პარასისტემაში სამწუხაროდ. და ჯამში რეგულატორ ჯარის ან თავდაცვის პოლიტიკა, როგორც ეროვნული საფრთხის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ნუ არის რაღაცნაირად ამორჩული რა ესე ვთქვათ რა. და მოდი ამ ფონზე მაშინ ჩვენი საუბრის საკითხს დაუბრუნდეთ. გამოდის რომ ყველაზე მოწყვლადები ვართ. ჩვენ მეზობლებთან შედარებით
როგორც მინიმუმ რეგიონში და აღარ მაქვს რაღაცა კიდევ უფრო დიდ სურათს, რომელსაც შენი დახმარებით ეხა აღვადგინეთ და დავინახოთ, ხო? ანუ სად ვართ? ჩვენს ირგვლივ არიან თუ არა ზვიგენები, რეალურად ვართ თუ არა ამ ზვიგენების შეჭმის საშიშროების ქვეშ და რა არის გამოსავალი? ხო. ნუ საგარეო ასე ვთქვათ, დიდი სურათი ბოლო 10 წლეულის მოდესი ვთქვათ, გამოიხატება იმაში, რომ დემოკრატიის დასავლური სამყარო არის გარკვეულ კრიზისში. როგორც შინაარსობრივად პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრება მე ვიტყოდი ისე, წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დავით, ხო? გარკვეულ უკან დახევის რეჟიმში არის გაიწყო სამხედრო 2013 წლით. ეს ჩემ შეფერდებული სტუდიები. და მეორე მხრივ არის ეს დიდი ზეწოლა ავტოკრატიული სამყაროსი, სახელმწიფოების მოდიშება ერთის შეხმაროთ, რუსეთ, ჩინეთის, რუსეთის სამადობით. აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების მთელი აქციული იყო ეს. რომელიც გამოიხატა მთელი მოვლენებში. პირველ რიგში რუსეთის თავისუფლებით ჯერ სირიაში, უკრაინაში გაიწყო ასე ვთქვათ, საგარეო პოზიციონირება აღდგენა, როგორც პრესტიჟის, როგორც იმიჯის შორის დაბრუნა. ნუ ამას პირველი აკორდი 2008 წლის ომი იყო, ყველა მიცით, წინუძღოდან ყველაფერს. მოკლედ 2007 წლის მიუხედის ცნობილი განცხადების მერე გადავიდა საქმეზე. და ამის რესურსული შესაძლებლობა მას მიეცა იმ პერიოდში არსებული საერთო ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან დიდი ნავთობის ფასების გამო, რომელიც ასეთი წურაში მიმდინარე ომების ფონზე იყო წლების განმავლობაში, რუსეთი ფაქტობრივად ექსე დააყენა როგორც სახელმწიფო და გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი წაინტერესებულად დაიფინანსებინა და ანუ ახლა ძალიან უტრირებ, თუმცა ამ მოცემულობით მოვიდით დაახლოებით ისე რომ სადაც გვაქვს მოცემულობა, სადაც ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი ყოველ არის თავისი გეოპოლიტიკური დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ინტერესების გამტარებული ირავი და ასე შემდეგ სახელმწიფოები, რომელიც აქტიურად იკოთებიან საქართველოში. მათი ინტერესები აქტიურად იკოთება საქართველოში, გადაჯაჭვულია თმაინთან. და ამ ყველაფერთან ერთხელ უნდა რეგიონალურ მოთამაშე გაჩება ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის. რაღაც ასეთი ბუკეტი არის მოცემულობის, რომელიც თავის მხრივ ერთის ფიქრობ განაპირობებდა აქამდე გარკვეული ბალანსის შექმნას, რის გამოც საქართველოს სახელმწიფოს როგორც ასეთს ეგზისტენციალურ საფრთხეს მქონდა, შეცვლ გვაქვს ტერიტორიული ოპერებული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს საფრთხეთო რუსეთთან მომდინარე, მაგრამ ეს რაღაცა გარკვეულ ციტას გვაქვს დამიდიოდა, იმიტომ რომ გასაგები მიზეზების გამო სხვა დომინანტური ძალებიც საცავთ აქ ინტერესები ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამო და ეს გარკვეულ ბალანსს ქმნიდა, რაცაც იმედია რომ მომავალშიც იქნება მით უმეტეს პირობებში, როდესაც ჩვენ რაიონული საფრთხების ინსტიტუტებზე ვისაუბრეთ, ხო, მათ ჩვენ ახლა ძირითადად აქცენტი ჯარზე გავაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაზვერვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებები რა კონდიციაში იმყოფებიან და ეხლა იმოვლენების ფონზე რასაც ჩვენ თავს უყურებთ, დადების და კანს ნამდვილად შევიდოთ, ხო? აქედან გამომდინარე საერთაშორისო ვითარება ჯამში ფასდება ისე რომ არსებული სიომის მერე რაღაც ლიბერალური დემოკრატიული დღის წესრიგი, გლობალური დღის წესრიგი, რომელიც თავარი რა ჰეგემონია ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ის იყო დემოკრატიის სცენარი, ასე ვთქვათ, ხო? ეს უკანა პლანზე წავიდა. აღარ არის ეს თავარი საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო სამართალზე და რაღაცა იმ ადმინისტრაციაზე დამყარებული საგარეო პოლიტიკური რაღაცა ვისტრახებებით. და პირიქით ბრუნდება ძალა და ძალის ოლი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის თვალსაზრისით მუცილში თუ შევხედათ ჩემთვის პირადად როგორც ყოველგვარისთვის არცად არ წასულა. თუმცა ის ინტენსიფიკაცია იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩანდა და მე პირადად ჯერ კიდევ 2016 წელს ძალიან მცირე სტატიით ვარ პირდაპირ ესე დავარქვი გეოპოლიტიკოს დაბრუნება და საქართველოს სტრატეგიულ მარტოობაში. ესე ერქვა სტატიას, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა და დღეს 2024 წელს შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ მოცემულობა არ შეცვლილა. დღეს გეოპოლიტიკა მოbrunდა ისე როგორც არასდროს და საქართველოს სამწუხარო სტრატეგიულ თვალსაზრისით ისე მარტოობაში იმყოფება. მას ხავშელება პარტნიორები, მეგობრები, არ ხავდა აქამდე, რომელსაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გაგვებრაზებინა და ჩამოვშორიყავით და არ ხავს არც ერთი მოკავშირე. პარტნიორსა და მოკავშირეებს შორის უნდა დიდი ხაზი გავაუოთ ეს მაინც
ორი სხვადასხვა დონის ურთიერთობა აკავს ისეთი მოკავშირე, როგორც მაგალითად ამ რეგიონში აზერბაიჯანის ხალხ თურქეთისა. ან თავის დროზე სომხეთის ხალხ და რუსეთის სახით მიუხედავად იმისა, ეს პარტნიორი როგორ მოექცა, თუმცა ეს თავისუფლების შანდობლიური გაკვეთილია, რომ ქვეყნები, რომელიც ავტორიტარული და არადემოკრატიული მართვის სტილით გამოირჩევიან, ის პარტნიორებთან მოკავშირეებთან ძალიან საფრთხეთონი არიან. თუ თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში არ მარტო თქვა სახელმწიფოების მოწყობის ერთობა ერთიანობს ამ სახელმწიფოების მსგავსება, არამედ არ უნდა რელიგიურ-კულტურული კავშირები, რომელიც ისტორიით არის დამტკიცებული მათ შორის. ასე რომ საქართველოს მსგავსად არავინ არ გააჩნია და სამწუხაროდ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ევროკავშირის თუ ნატოს თვალსაზრისით ჩვენზე რაც ხო გასაკეთებელი ნახოლოდ ნაწილობის შევასრულეთ. თუ ნატოს თვალსაზრისით ვთქვათ, მეტი პროგრესი ქონდა და დღეს დარწმუნებული ვარ, რომ სრულის და პოლიტიკური ვითარების შემთხვევაში არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ საქართველოს ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენ რაღაც ისეთ უშულზე მივედით, რომელიც იქით ასეთი პოლიტიკით რა თქმა უნდა პროგრესი არ მიწერია. ეს არის სამწუხაროება ასეთ გარემოში, ასეთი ეროვნული საფრთხების ინსტიტუტები თქვათ დღეს და არ ვიცით რეალურად ხვალინდელი დღისგან გაგვინდა გარდა პადალებული მშვიდობისა და როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა, როდესაც ეს ინსტიტუციები პრაქტიკულად აღარ გაჩნია, ხო? და პოლიტიკური establishment-ში კიდე არ არის არანაირი ხედვა ამისი, როგორც მინიმუმ შესაბამისი განათლება და ცოდნა არ არის. საერთოდ პოლიტიკური establishment-ში ვამბობ და არ არის თანხმები, ისე ფაქტორი, რომელიც მუშაობს ამ შემთხვევაში, ეგ არის საერთაშორისო გლობალური ძალთა ინტერესების ბალანსი ან დისბალანსი, რომელიც რეგიონში არსებობს. და ეს მრავალვექტორული უკავშირები და ურთიერთობები, რომელიც ერთმანეთზე მოქმედებენ პირველ რიგში და ამის შედეგად ჩვენ გვინარჩუნდება, ასე ვთქვათ, ის სტატუს კო, რაც გვაქვს. გიორგი, დიდი მადლობა. ეს არ არის ჩვენი ბოლო შეხვედრა ცხადია და ვისაუბრეთ კიდევ, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი იმისათვის, რომ დანარჩენი თემები გავშალოთ. ასე რომ მადლობა. მადლობა.